ნებისმიერი დღე, საერთოდ საბალეტო დღე ყოველი მოცეკვავისთვის იწყება, ასე ვთქვათ, დილა იწყება გაკვეთილით, ანუ სხვადასხვის გასაგებინა არის გაკვეთილი, იმიტომ რომ ჩვენ ვეძახით როგორც კლასი გვაკვდილით. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 1 საათიანი, ასე ვთქვათ, მოთელვა. მაგით იწყება საბალეტო დღე აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის სამზადისი, მერე შემდგომ რა რეპეტიციებიც აქვს სახიობს. ესე აგებული ეს საბალეტო ხელოვნება, რომ ასე ვთქვათ, შვება არ შეიძლება, მოშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ მაქსიმალურად უნდა იყოს ფორმაში, იმიტომ რომ რამდენი რეპერტუარი არსებობს ხო საბალეტოში, ვერ დათვლი ადამიანი ცალკე კლასიკური, ცალკე ნეოკლასიკური, თანამედროვე, მოდერნი და ასე შემდეგ და ყველაფერს სჭირდება ადამიანი მithოთ მოცეკვავე რომ იყოს მაქსიმალურ ფორმაში და ამიტომაც ასე ვთქვათ ძალიან დიდი შრომა არის, ასე ვთქვათ ჯოჯოხეთური შრომა არის მართლა რა, მაგრამ ყველას გვიყვარს ეს საქმე და ამიტომაც ვაკეთებთ ამას. ერთი შეხვდით, როდესაც მაყურებელი მოდის ხოლმე, ყოველთვის ძალიან ლამაზი სანახაობა, რაღაცა ჰაეროვანი და ფარფა და ვალერინები ყოველთვის ესეთი ასოციაცია აქვთ ხოლმე მაყურებელს, როდესაც მოდიან სპექტაკლზე, მაგრამ რეალურად ამ ყველაფრის მიღმა ძალიან დიდი შრომა და ძალიან ბევრი რაღაცა არის, რაც ნამდვილად მაყურებლისთვის უცნობი რჩება. არ ვიცი, საკმაოდ რთულია, არ ვიცი ჩემ მხრიდან რამდენად გამართლებულია ამ სირთულეებზე ლაპარაკი, მაგრამ ნამდვილად როგორც ყველა პროფესიას რაღაცა მსხვერპლი სჭირდება, რა თქმა უნდა, ბალეტიც ერთ-ერთი ესეთი პროფესია გამონაკლისი არ არის. ძალიან ხშირია ჩვენთან სამწუხაროდ ტრავმები. იცით, წამში ხდება ხოლმე ყველაფერი, რაღაცას მუშაობ, რაღაცას აკეთებ, მთელს შენს ასე ვთქვათ, შენს არსებას აქსოვ ამ ყველაფერში და ესე წამში ხდება ხოლმე ყველაფერი, უცებ რაღაცა ინგრევა. მე არ მახსოვს, მაგალითად, რაღაცას ვცეკვავდი, რაღაცას ვარჯიშობდი, რაღაცა არ მტკიოდეს. ეს ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მე მაგალითად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ტრავმა მქონდა სამწუხაროდ მთელი 6 თვე ჩვენთვის ძალიან დიდი დრო არის ბალეტის სფეროში, უსაზღროდ დიდი დროა. მე სამწუხაროდ 6 თვე ვიყავი ფაქტურად გაჩერებული და მე მგონი პირველად მომიწია ის, რომ ჩავდიოდი დარბაზში და სპექტაკლებს უყურებდი ქვემოდან. აბსოლუტურად განსხვავებული შექმნება იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ცეკვას, სპექტაკლს, მსახიობს უყურებ რიგითი მაყურებლის თვალით და ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი არ ნიშნავ და შემდეგ შენ თვითონ ითვალისწინებ, რომელსაც ცეკვის დროს რეალურად ადამიანი ვერ ხვდები, ვერ გრძნობა, ასე რომ ტრავმებში და მცუჩიც რაღაცა დოზით კარგის ნახვა ყოველთვის შეიძლება. ჩვენი დასი ძალიან მრავალფეროვანია, ასე ვთქვათ, არ არის დაკომპლექტებული მხოლოდ ქართველი მოცეკვავეებით. პარალელურად გინდა არ გინდა, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელთან ურთიერთობ, მის კულტურას იცნობ. ძალიან ბევრი ქვეყნიდან არიან ჩვენთან, რაღაცა ინტერნაციონალური დასი გახდა ამ ბოლო დროს. ასევე ახალ სპექტაკლში არის როგორც ქართველი დავით ანანიაშვილი გორდას პარტიაში შეასრულებს, ასევე ფილიპ ფედულოვი, რომელიც არის ეროვნებით რუსი, პარტნიორობას გაგვიწევს.
ეწოდება გორდა. ეს არის ვახტანგ ჭაბუკიანის არაჩვეულებრივი ბალეტი, თორეცის მუსიკაზე, რომელსაც ჩვენ ავადგენთ, ძალიან საინტერესო არის მუშაობის პროცესი. მართალი გითხრათ, ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხნის უკან დადგმული ბალეტია და ახალი რედაქციით არის, რაღაცა მორგებულია დღევანდელობას, დღევანდელ მოთხოვნებს. ძალიან საინტერესო არის თვითონ მუშაობის პროცესი, საინტერესო პარტნიორი მყავს, მე პირადად ირემას როლს ვასრულებ, ეს არის მეფის ასული. რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საღამო უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ მთლიანობაში ძალიან კარგი სინთეზია არაჩვეულებრივი დეკორაციები, კოსტიუმები, განათება, თვითონ ქორეოგრაფია ვახტანგ ჭაბუკიანის რა თქმა უნდა შეუდარებელი და არც იმედი მაქვს რომ ძალიან წარმატებული საღამო გამოვა და ძალიან კარგ სასიამოვნო სპექტაკლს პირდავით მაყურებელს.